ვინაიდან აღკვეთი ღონისძიების სახით აფგან-სადიკოვ შეფარდებული აქვს საექსტრადიციო პატიმრობა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ბუნებრივია მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ, რომ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება საექსტრადიციო პატიმრობა გაუქმებულიყო, ვინაიდან აღარ არსებობს პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მიზნობრიობა, ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი ექსტრადიცია განახორციელოს. და საექსტრადიციო პატიმრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მანამ სანამ პირის ექსტრადიცია განხორციელდება, იგი არ დაემალოს მაგალითად მართვსაჯულებას და უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო სამართლებრივი პროცედურების წარმოება. ვინაიდან ახლა ამ ეტაპზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად დაჭირდება წლები, ბუნებრივია ამდენი ხნის განმავლობაში აფგან-სადიკოვის მიმართ პატიმრობა ვერ იქნება გამოყენებული და სრულიად არაგონიმრული არის მის მიმართ ეხლა საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელება. თუმცა სამწუხაროდ ორი ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ დაუშვა-პლატსნეს ჩვენი შუამდგომლობები და ამ დრომდე აფგან-სადიკოვი ჩვენი შეფასებით რჩება უკანონო საექსტრადიციო პატიმრობაში. საექსტრადიციო პატიმრობის ვადა იწურება ამ წლის 3 მაისს.